2025 წელს ისტორიაში პირველად საქართველოს უმასპინძლის სენიორებს შორის ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს და ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით მერაბ ბაზაძე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მოფარიკავე ლიკა ჯიჯეიშვილი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით და მადლობა რომ ასე დილაადიდან დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენ. 20-დან 30 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს და თბილისი უმასპინძლებს ძალიან დიდ ტურნირს. მინდა თქვენ გითხოთ ბატონო მერაბ პირველი შეკითხვა ქართული ფარიკაობისთვის რა მნიშვნელობის ტურნირი არის ის რასაც უმასპინძლებთ სულ ცოტა ხანში ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია ვინაიდან ისტორიულია პირველად ტარდება რთული მოსაპოვებელი იყო რთული ჩასატარებელია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ქვეყანასთან ერთად გავწვდებით და ჩავატარებთ და დიდი სამუშაოა ჩატარებული 20 ივლისამდე კიდევ დრო გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაოა კიდევ ჩასატარებელი ჩამოსულია საერთაშორისო ფედერაცია და ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ ჩვენი სამუშაოს რაც სჭირდება აღნიშნული ტურნირის ორგანიზებას მნიშვნელოვანია იმით რომ 3000 სტუმარს ველოდებით ტურისტს ველოდებით აქედან ნახევარი სპორტსმენები 1500 დანარჩენი მომყოლი დელეგაციის ხელმძღვანელები და ასე შემდეგ პირველ რიგში განვითარებისთვის ფარიკაობის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იხილონ 1500 ვარსკვლავი თბილისში ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები და ეს მხოლოდ იქნება სპორტული კუთხით ვინც გვეწევა და ამას რა თქმა უნდა სპორტული ტურიზმი რა თქმა უნდა 18 სასტუმრო გვაქვს დაკავებული ეს ძალიანად შევსებულია უკვე თითქმის და ნუ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება ივლისის თვე 5 დიდი ქვეყნის ტელევიზიები ჩამოდიან გუშინ მოიწერენ ოფიციალურად რომ ერთი სიგნალის მაგიერ და ეს პირველად ხდება ისტორიაში ფარიკაობის ისტორიაშიო საერთაშორისო ფედერაცია გვაწვის ინფორმაციას რომ აქედან თქვენი ტელევიზიიდან ორი სიგნალი მიეწოდება მთელ მსოფლიოს და 125 ქვეყანაში გავა პირდაპირ ეთერში 20 დღის განმავლობაში ახლა რა ეტაპზე ვართ სამზადისის და აი რა დეტალებია დარჩენილი სრულყოფისთვის ვიცით რომ ყოველთვის ასეთ დიდ ტურნირებზე მეთვალყურეობა გამკაცრებული და გაათასმაგებულია და რამდენად გეგმაზომიერად მიდის რა თქმა უნდა ტექნიკა სრულიად შეძენილია და შემოსულია უკვე თქვენ ქვეყანაში საერთაშორისო ფედერაციას რაღაც გარკვეული ნაწილის ტექნიკა მოაქვს და უკვე საბაჟოზია როგორც ვიცი გუშინდელი ინფორმაციით არის ბევრი საკითხები რომელიც მოგვარებადია და პრინციპში ორი კვირა გვაქვს იქამდე და მოგვარებთ ყველაფერს მე მინდა ლიკა თქვენს გითხოთ როგორც უკვე უშუალო სპორტსმენის კუთხიდან თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს საშინაო კედლებში ასეთი ტურნირის მიღებას და მონაწილეობას მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისთვის ჩემთვის და ასე ვფიქრობ ყველა ქართველი სპორტსმენისთვის ეს შეჯიბრი მეტად საპასუხისმგებელია რადგან ჩვენს ქვეყანაში ტარდება და იმედი გვაქვს რომ გაუმართლებთ ჩვენს გულშემატკივარს იმედებს და კარგად წავსდგებით მაყურებით და წინაშე ბატონო მერაბ სულ რამდენი სპორტსმენი გვეყოლება ტურნირზე საქართველოს სახელით 24 სპორტსმენი ასპარეზებს აქედან 12 გოგონა და 12 ვაჟებში გამოვლენ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს